საინფორმაციო გამოშვებაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება, განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარე მირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში 3 მედია ორგანიზაციის წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა რადიკალური ოპოზიცია, ახალი კანონით არც ეს ტერმინი უნდა იყოს გამოყენებული. ცენზურა არაფერ შუაშია. რეალურად არის სტანდარტები დადგენილი უკვე მრავალი წელია ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ არსებობდა ამის ახსულების მექანიზმი. ხო ის რომ საინფორმაციო გამოშვება უნდა იყოს ობიექტური და ნეიტრალური, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი, ხო რა შუაში აქვს ცენზურა. ეს სტანდარტები საქართველოში მოქმედებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი წლის განმავლობაში, უბრალოდ არ იყო გათვალისწინებული ახსულების მექანიზმი. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა გაწერა ახსულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი. ხო რა შუაში აქვს ცენზურა. ობიექტურობის სტანდარტების ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება ცენზურად. პირიქით, იმისათვის რომ სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს მედიაში, საჭიროა დაცული იყოს ობიექტური სტანდარტები. ხო, კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. თქვენთვის შეიძლება ეს იყოს ცენზურა, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენ საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე. თულებით ნახეთ, ეს კანონი თანაბრად ეხება ყველა მედია საშუალებას, ხო? ნიშნულობა არ აქვს, რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს, ხო? მაგალითად, თუ ერთი მიმართულებით გამოიყენება კონკრეტული ტერმინები, მეორე მხარესაც გამოიყენება კონკრეტული ტერმინები. ხო, საინფორმაციო გამოშვებებზეა საუბარი. საინფორმაციო გამოშვებაში თუ გაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი, თუ გამოიყენება მაგალითად ასეთი ტერმინები, როგორიც არის მაგალითად რადიკალური ოპოზიცია, ამ ახალი კანონის მიხედვით ეს ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ სადაც გვაინტერესებდა, იქ გავაკეთეთ მიმართვა და თუ ვინმე საინტერესებს არა, თუ ვინმეს არა, ჩვენ სადაც გქონდა სუბიექტური, რა თქმა უნდა, როცა პარტია მიმართავს ვინმეს, მას სუბიექტური ინტერესი ამოძრავებს ბუნებრივია. როდესაც პარტია მიმართავს, პარტიას ამოძრავებს სუბიექტური ინტერესები. არის სხვა პარტიები, მათაც შეუძლიათ მიმართონ და ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს კულტურის ჩამოყალიბებას. ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ისეობრონ ცენზურაზე, რაც ტყუილია, ხო, ჩვეულებრივი ტყუილია. ნაცვლად ამისა, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის განვითარებას. შესაბამისად, თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით არ ღვევენ ობიექტურობის სტანდარტებს, მათაც უნდა მიმართონ შესაბამისი ორგანოები. კითხვაზე მივა თუ არა ქართული ოცნება ისეთი მედიების ეთერში, სადაც ბოლო წლებია აღარ დადიან, კობახიძემ განაცხადა, რომ მათი საქმეა სად მივლენ და სად არა. მარეგულირებელ კომისიაში შესულ საჩივარს აფასებს სალომე ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთი ცენზურა არის მედიის მიმართ. და ეს თქვენ იმ საკახალ ჩემზე უფრო კარგად იცით, თუ რა დღეში არის დღეს მედია. მედია არის აუცილებელი კომპონენტი არჩევნების ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და ჩვენთან არამხოლოდ ნელ-ნელა იზღუდება ის სივრცე, რომელშიც მედიები ოპერირებენ, მაგრამ კიდევ ყოველ დღე მძიმდება სიტუაცია. დღეს შემოტანილი არის ის სარჩელი მარეგულირებელში, რომელიც რეალურად არის ახალი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების ძალიან დიდი შეზღუდვა, რომელიც მე არსად არ მინახავს და რომელმაც შეიძლება განაპირობოს შემდეგ ეტაპზე ჯარიმები და ლიცენზიების შეჩერება. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული. ჩვენ ვიცით ამავე დროს თუ რა დღეში არის რეგიონალური მედია, გუშინ ასევე და მთების ღვთის ამბების ანგარიშები და ეს ყველაფერი არის ყოველდღიური სიახლეები, რითაც გვახარებს ეს რეჟიმი, ვიხმარ ამ სიტყვას.
ცნობისათვის ქართულმა ოცნებამ TV პირველს, ფორმულასა და ასევე მთავარის ინტერნეტ პორტალს კომუნიკაციების კომისია შეუჩევლა. ქართული ოცნება აღნიშნულ მედია საშუალებებს მაუწყებლობის შესახებ კანონის ნორმების დარღვევას ედავება. ტელეკომპანიების ინფორმაციებით სახელმწიფო აპარატი მათ ისეთი ტერმინების გამოყენების გამოუჩივის, როგორიცაა არალეგიტიმური პარლამენტი, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე, ოლიგარქის დეპუტატი, რეჟიმის სამოქალაქო სასამართლო. ქართული ოცნება ასევე ფორმულას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამოუჩივის.